ირანთან დაახლოება საქართველოსთვის დადებითი ეკონომიკური შედეგების მოტანა შეუძლია. თუმცა ამერიკელი ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველომ გეოპოლიტიკური ფაქტორები უნდა გაითვალისწინოს თეირანთან ურთიერთობისას. ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში და ახლა მაკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი კურტ ვოლკერი აცხადებს, რომ საქართველოს უკიდურესად რთულ რეგიონში უწევს პოლიტიკური ნავიგაცია. I don't think we can have a lot of confidence in the Iranian. არ მგონია, რომ ირანის მთავრობას უნდა ვენდოთ. ირანმა ცოტა ხნის წინ სირიაში ჯარი გაგზავნა. დასავლეთთან ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებების შემდეგ თეირანი კვლავ აცხადებს, რომ ამერიკა დიდი სატანაა და ისრაელი რუკიდან უნდა გაქრეს. ჩვენ ირანის რეჟიმთან გვაქვს პრობლემა და არა ხალხთან. ამის გამო იქმნება ერთგვარი გაურკვევლობა, როგორ უნდა დაუახლოვდეთ ირანელ ხალხს ისე, რომ არ დაუახლოვდეთ მთავრობას. ყოფილი ელჩი საქართველოს პოლიტიკური სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ამერიკა შესაძლოა პარტნიორების მიმართ შერეულ გზავნილებს ავრცელებდეს, მაგალითად, ირანის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ერთის მხრივ და თეირანთან სავაჭრო ურთიერთობების განახლება, ხოლო მეორეს მხრივ კი პარტნიორებისთვის იმის მოწოდება, რომ ირანთან ურთიერთობისგან თავი შეიკავონ. ვოლკერი აცხადებს, რომ ასეთი შერეული გზავნილები ხშირად გაურკვევლობას ქმნის. So you're getting a lot of top-level backing for Iran. უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ირანის მიმართ მხარდაჭერა ჩანს, ხოლო მეორეს მხრივ კი ისმის სიფრთხილის მოწოდებები. ეს შერეული გზავნილებია. ფიქრობ, საქართველომ ირანის რეჟიმის მიმართ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. არ იფიქროს, რომ ირანი მეგობარია, თუმცა საკუთარი მდებარეობა რეალისტურად შეაფასოს. ჯეიმსტაუნის ფონდის პრეზიდენტი გლენ ჰოვარდი აცხადებს, რომ ირანს საქართველოს გამოყენება საკუთარი ინტერესების დასაცავად სურს, თუმცა ის ამბობს, რომ ეს გეგმა სავარაუდოდ არ განხორციელდება, რადგან მას რუსეთი შეუშლის ხელს. გლენს მაგალითად, სომხეთ-ირანის ურთიერთობა მოჰყავს და აცხადებს, რომ რუსეთმა სომხეთს ირანთან დაახლოებაში ხელი შეუშალა. ირანი გააგრძელებს საქართველოსთვის ჩრდილოეთ სამხრეთ სატრანსპორტო დერეფნის განვითარების იდეის შეთავაზებას, მაგრამ არ მგონია ეს გეგმა ადგილიდან დაიძრას. სომხეთს სურდა ირანთან სატრანსპორტო ურთიერთობების განვითარება, მაგრამ ის გეგმა ჩაიშალა. რუსებმა სომხეთს ირანთან გაზის მილსადენის აშენებასა და რკინიგზის გაყვანაში ხელი შეუშალეს. ჰოვარდი ამბობს, რომ საქართველომ ირანთან ურთიერთობისას ამერიკის პოლიტიკა უნდა გაითვალისწინოს. კონკრეტულად კი ის, რომ ამერიკა მზადაა ირანთან სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები განაახლოს, ხოლო პოლიტიკურ დონეზე კი დაძაბულობა ჯერ ისევ მაღალია. საქართველომ პარალელური დიპლომატია უნდა გააგრძელოს და ეკონომიკური თვალსაზრისით ამერიკის იმიტაცია გააკეთოს. ირანთან ვაჭრობის გააქტიურება საქართველოს არ დააზარალებს, თუმცა თბილისმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რომ ამერიკის ზედმეტი გაღიზიანება არ გამოიწვიოს. რუსეთსა და ირანს შორის მდებარე ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს ექსპერტების აზრით უკიდურესად რთულ მდგომარეობაშია. ეკონომიკური პრაგმატულობის ქონა სასურველია, ხოლო პოლიტიკური საღიაზრის ქონა კი აუცილებელი. ექსპერტები აცხადებენ, რომ საქართველოს ირანთან ურთიერთობისას ეკონომიკურთან ერთად გეოპოლიტიკური ფაქტორებიც უნდა გაითვალისწინოს. ია მეორმიშვილი, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.